გამარჯობა, მოგესალმებით. მე მქვია ჰუბერტი, ვარ ის წევრი და დღეს თქვენ წინაშე წარმოგიდგენს ძალიან საინტერესო სატყვარა ის ბრენდისგან. ის საკმაოდ უჩვეულოა, რადგან ასეთ კილაში არა მხოლოდ ჩვენი სატყვარები, არამედ მთელი გვირგვინები ამ სატყვარებისგან. მალე თავადაც ნახავთ, როგორ გამოიყურება ეს. ეკუთვნის სერიას, მაგრამ ეს სატყვარა ასევე შესანიშნავია ქორჭილას დასაჭერად, ასევე თეთრი თევზისთვის სპინინგით, ულტრალაით მეთოდით. ის ამ მხრივად საინტერესოა, რომ ასეთ კილაში მხოლოდ ერთ სატყვარას ვერ ვიპოვით, არამედ გახსნისას მივიღებთ ასეთ გვირგვინს რამდენიმე, ანუ 5 ჩვენი ჭიისგან. ესენი მცურავი ჭიები არიან, რასაც მალე ნახავთ, ასევე იმასაც, როგორ იქცევიან ისინი წყალში ჩვენს აკვარიუმში. მაგრამ რა არის მაგარი? სინამდვილეში თქვენ თვითონ სკვეთ, რა სიგრძის იქნება ეს სატყვარა. ნახეთ, როგორი მარტივია. ჰოპ, შეგიძლიათ ასე მარტივად მოაცილოთ ორი ასეთი ნაჭერი. ყველაზე ხშირად ვთევზაობთ სწორედ 1, 2, მაქსიმუმ 3 ნაჭერზე, რათა მოვარგოთ თევზების მადას, რომლებსაც ვიგმავთ და ვიჭიროთ. იქნება ეს კალმახი, ქორჭილა, ქლენი თუ თეთრი თევზი. სინამდვილეში ამ ტიპის სატყვარაზე ყველაფრის დაჭერა შეგვიძლია. ახლა ყურადღება მივაქციოთ დეტალებს. აქ გვაქვს ორმაგი ლარვის სეგმენტი, ანუ ყველაზე ხშირად ჩემს მიერ გამოყენებული, რომელიც ძალიან უყვართ კალმახებს. ამ შემთხვევაში მხოლოდ ერთ ნაწილს ვამაგრებთ. მეორე ნაწილი თავისუფლად ირხევა წყალში და ძალიან ეფექტურად იზიდავს თევზებს თავდასხმისკენ. მაგრამ ყურადღება მივაქციოთ ყველა ამ თვრილ დეტალს, რომლებიც აქ არის გამოყენებული. ეს ყველა პატარა ფეხი თავის საქმეს აკეთებს, მაგრამ ყველაზე მთავარია, რომ ისინი ძალიან კარგად ბაძავენ ბუნებას. ეს ხდის ამ სატყვარას ძალიან უნივერსალურს. ის კარგად იმუშავებს ძალიან აზად თევზაობისას, ნაზი ვოლფრამის თავით, ან ჩებურაშკაზე, მაგრამ ასევე მაშინაც, თუ გვინდა ოდნავ უფრო ძლიერად დავაკაკუნოთ ფსკერზე 2 გრამიანი თავით. პრობლემა არ არის, საკმარისია სწორად შევარჩიოთ კაუჩი და შეგვიძლია ასე ვთევზაოთ. თუ ეძებთ ინფორმაციას, რა ტიპის კაუჩები გამოიყენოთ, ყველაფერს ნახავთ ჩვენს ვებგვერდზე წერტილი. იქ ყოველთვის არის განახლებული აღწერა ყველა კაუჩის შესახებ, თუ რა ზომა უნდა შეარჩიოთ კონკრეტული ტიპის სატყვარაზე. კარგი, მაგრამ უპირველეს ყოვლისა, როგორ უნდა ვთევზაოთ ასეთი მულტილარვით? ეს სატყვარა იმდენად მარტივია, რომ რეალურად უფრო ეფექტურად თევზაობისთვის არაფრის დამატება არ გვჭირდება. თუ ასეთ ორნაწილიან სატყვარაზე ვთევზაობთ, საკმარისია უბრალოდ ვამაგროთ ვოლფრამის თავი. მალე ნახავთ, როგორ ვაკეთებ ამას მე და საკმარისია, რომ ვაკონტროლოთ ჩვენი ჯიგის დაჭიმულობა, რათა სატყვარა წყალში თავისუფლად ირხეოდეს და ეს უკვე საკმარისი იქნება. ვაგდებთ სატყვარას ოდნავ ზევით, ისე რომ ის ჩავიდეს იმ ორმოშიან არხში, რომელიც ჩვენს პირდაპირაა და იქ ნებისმიერ მომენტში შეგვიძლია ველოდოთ თევზის გბენას, იქნება ეს კალმახი თუ სხვა სახეობა. ახლა კიდევ ერთ ნაჭერს მოვწყვეთ და უკვე გვაქვს ერთი ცალი ლარვა. ისიც კარგად იმუშავებს კალმახზე, განსაკუთრებით იმ პერიოდში, როცა წყლის ზედაპირზე მართლაც ბევრი პატარა მწერი ჩნდება. მაგრამ უპირველესად ასეთი პატარა ჭია იდეალური იქნება მათთვის, ვისაც ზაფხულში ლეშის, ვარხვის ან წითელ ფარფლას დაჭერა უნდა. ძალიან გირჩევთ. წითელ ფარფლები ან უზდრეგები ჩვენთან უფრო ხშირად წითელ ფარფლებს ეძახიან, არ ვიცი რატომ, სწორედ ამ მულტილარობის გამოყენებას გირჩევთ, მაგრამ ერთეულად და როცა მსუბუქ ტვირთს და ნაზი ანკესის მოძრაობას გამოიყენებთ, იდეალური კომბინაცია გექნებათ თეთრი თევზის ულტრალაითით დასაჭერად. და კიდევ რა ღირს დასამატებლად. თუ გირჩევნიათ თევზაობა სწორედ ასეთი ერთი მულტილარვის ნაჭრით, მაშინ სინამდვილეში ეს კილა ყველაზე მონგებიანია ფასით, რადგან ასეთ კილაში არის 5 რგოლი, თითოეულში 5 ცალი. და თუ მათემატიკა არ მღალატობს, ეს გვაძლევს 25 სატყვარას 1 კილაში. კარგი, აქ გვაქვს მულტილარვა, სწორედ 3 ნაწილიანი. ჩვენ მოვთქვათ ერთ ნაჭერს და გვინდა წარმოვადგინოთ მულტილარვის 2 ნაწილი. მალე გაჩვენებთ, როგორ იქცევა წყალში, მაგრამ ჯერ უნდა მოვამზადოთ.
ვიღებთ ასეთ მოწყვეტილ ორ ნაწილს, რომლებიც ერთმანეთთანაა შეერთებული, ვაცურებთ ამ მხრიდან, მე, როგორც წესი, კაუჩის წვერს ზურგიდან გამოვუშვებ. ვაცვამთ მთლიანად კაუჩზე და მზადაა. ორი ნაწილისგან შემდგარი ლარვის შემთხვევაში კაუჩებს ისე ვიყენებ, რომ ის სწორედ ამ ორი ჭიის შეერთების ადგილამდე აღწევდეს. ხოლო თუ მინდა მხოლოდ ერთ ნაჭერზე ვთევზაობდე, მაშინ კაუჩებს ისე ვარჩევ, რომ ისინი ამ ჭიის ნახევრამდე აღწევდეს. აუცილებლად ეწვიეთ ჩვენს გამოიწერეთ ჩვენი არხი და ასევე გეპატიჟებით ჩვენს ანგარიშზე. იქაც იგივე სახელი გვაქვს. ქვემოთ ნახავთ ბმულებს ყველა სოციალურ ქსელზე. ამ მასალაში ეს ყველაფერი იყო. შეხვედრამდე შემდეგ ვიდეოში. გამარჯობა.